უკვე ცნობილია 2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ოსკარზე ყველა კატეგორიაში ნომინირებული ფილმები და მსახიობები. ნომინაციები 23 იანვარს ლოს-ანჯელესში მსახიობებმა ბოუენ იანგმა და რეიჩელ სენოტმა გამოაცხადეს. 2025 წლის ოსკარზე, რომლის დაჯილდოების ცერემონია 3 მარტს გაიმართება, ყველაზე ბევრჯერ ფილმები ემილია პერესი, ბრუტალისტი და ალქაჯი არიან ნომინირებული. ემილია პერესი ამერიკის კინოაკადემიის პრიზზე 13 კატეგორიაშია ნომინირებული, ხოლო ბრუტალისტი და ალქაჯი 10 კატეგორიაში. ფრანგი რეჟისორის ჟაკ ოდიარის მიუზიკლმა ემილია პერესმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, სელენა გომესს, ესპანური დიალოგის გამო აკრიტიკებდნენ. ხოლო თავად ფილმი ტრანსგენდერების არასწორად წარმოჩენისთვის გააკრიტიკეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მიუზიკლმა ნომინაცია ყველაზე მეტ კატეგორიაში დაიმსახურა. ამერიკელი რეჟისორის ბრეიდი კორბეტის ფილმი ბრუტალისტი, რომელიც 10 კატეგორიაშია ნომინირებული, უნგრელი დევნილების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩადიან. ფილმში მთავარ როლებს ედრიენ ბროუდი და ფელისიტი ჯოუნსი ასრულებენ. My buildings were devised to endure such erosion of shoreline. კიდევ ერთმა მიუზიკლმა ალქაჯმა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა. წარმატება კი ახლა ოსკარის 10 ნომინაციაში გადაიზარდა. რეჟისორის ჯონ ემ ჩუს მიუზიკლი საუკეთესო ფილმის ნომინაციაშია წარდგენილი. ასევე ნომინირებული არიან ფილმის მთავარი მსახიობები: სინთია ერივო და არიანა გრანდე. წლის შემდეგ ოსკარზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში 2 მიუზიკლი პირველადაა წარდგენილი. ოსკარის 97 დაჯილდოებაზე მრავლად არიან პირველად ნომინირებული მსახიობები. ჯამში 13 ასეთი მსახიობია და მათ შორის არიან კირიან კალკინი, დემი მური, ისაბელა როსელინი, ზოი სალდანა და სხვები.